დღეს სასამართლოში მოწმედ დაიკითხა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც გითხრა, რომ მის მიერ პატაკით მოპოვებული ინფორმაცია გასული იყო კანონის ჩარჩოებიდან. სამართლებრივი საფუძველი მის მიერ პატაკში გადმოცემულ ინფორმაციებს არ ჰქონდა, ძირითადად ის ეფუძნებოდა ჭორებს. პატაკში გადმოცემული ტექსტები ძალიან ჰგავს საქმეში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის, ბატონი კონსტანტინე მორგოშიას მიერ მიცემულ ჩვენებას, ამის თაობაზე პატაკის ავტორთან ჩვენც დავსვით კითხვა. ისინი ერთი-ერთში იმეორებენ მოვლენების აღწერის ფრაზეოლოგიას, რაც ბუნებრივია აჩენს ეჭვს იმაზე, რომ არავითარი წყარო, არავითარი კონფიდენტი არ არსებობდა და პატაკში გადმოცემული ინფორმაციების ავტორი გახლავთ პროკურატურის მოწმე ბატონი კოკა მორგოში. არაიდენტიფიცირებული იუზერის ჯონათან ჯონის სტატუსები საქმეში პროკურატურას წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებად, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პროკურატურა თავის დროზე არ დაინტერესდა ამ იუზერის უკან ვინ შეიძლებოდა მდგარიყო. დაცვის მხარემ შემხვედრად პროცესზე წარადგინა მასალები, ბატონ კოკა მორგოშიასაც ვკითხეთ პირდაპირ, როგორ მოხდა, რომ სულ რამოდენიმე წუთის დადებული სტატუსები იმავე დღეს გაზიარებული აქვს კონსერვატიული მოძრაობის წევრებს, კოკა მორგოშიასთან აფილირებულ პირებს. სხვა ამ სტატუს მომწონებელი და გამზიარებელი ფიზიკურად არ ყავდა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ იუზერის ჯონათან ჯონის უკან სწორედ რომ დგას ბატონი კონსტანტინე მორგოში. დაცვის მხარეს რა მექანიზმებიც ჰქონდა, ძალიან მარტივად იხსნებოდა ის, რომ ჯონათან ჯონი გახლავთ მაღალი ალბათობით კონსტანტინე მორგოშია. იხსნებოდა იმით, რომ როდესაც არაიდენტიფიცირებულ იუზერს არ ყავს მეგობრები, არ აქვს კონტაქტები და მისი მხრიდან რამოდენიმე წუთით ადრე დადებული სტატუსის გაზიარებას, მოწონებას და გავრცელებას იწყებენ კოკა მორგოშიასთან აფილირებული პირები, კონკრეტულად კონსერვატიულ მოძრაობასთან და ალტიფოსთან, ბუნებრივია პასუხცემს იმ კითხვას, ვინ დგას ამ Facebook მომხმარებლის უკან.